ეს რაღა იყო? ეს რა თავგადასავალი დაგვატყდა თავს. მთელი ცხოვრება რომ ველოდით და როცა მოვიდა, ვეღარ ვუყურეთ. 1000-ობით მოგებული გულით და 1005 გატანილი გოლით. ჩვენთვის გერმანულ ქუჩებში ქართველი ქომაგების მდინარეების დანახვა უკვე გოლი იყო, რომელიც შესაბამისადაც აღნიშნეთ. ჩვენთვის ცალ-ცალკე გოლი იყო დროშის პირველი გაშლა, ევროს ტრანსლაციაში ჩვენების პირველად ნახვა და რა თქმა უნდა, გოლების გოლი იყო კონტინენტის უდიდეს სცენაზე პირველად აჟღერებული თავისუფლების დიდება. დებიუტიდან 32 წუთში შეგდებული პირველი გოლიც 1000 სტოლფასი იყო და ის 1000 ვერ გამოყენებული შანსიც, რომლებიც ჩვენი დიდგულობით შევქმენით, სულ ყველა გოლი იყო. ეგ კი არა, ჩვენთვის გაშვებულიც გატანილი გოლი იყო. და საერთოდ, ტურნირის საუკეთესო მეკარის ყველაფერი გოლი იყო. მათ შორის ამიტომაც იყო ჩვენთვის გოლი ყველა ორთაბრძოლა, რომელშიც უკან მოუხედავად შევცვიდით და ყველა ჩანაფიქრი, რომლითაც მეტოქე გავაცურეთ, სხვა ყველა კი აღვაფრთოვანეთ. და როცა გავარდით, ჩვენ დაბრუნებას ითხოვდნენ. ჰამბურგის თბილისად ქცევა, პირველი ევროპული ქულა, პირველ მოგებაზე დაკლებული მილიმეტრები და მესამე ტურის წინ შენარჩუნებული შანსი. ეს ისტორიული გოლები იყო, ხოლო კვარას გოლი საერთოდ ჯერ ეწერა და მერე იყო. კვარას ჟესტი კი ის გოლი იყო, რომლითაც მართლა ყველამ გაგვიცნო. მანამდე კი იყო მომენტი, როცა ზაფხულის უმშვენიერესი საღამო და ბომბ მიქაუტაძე 11 მეტრიან ნიშნულთან გელზენკირხენში ერთად დგებოდნენ და გოლი, რომელმაც ვფიქრობ, საბედნიეროდ საბოლოოდ შეგვშალა ჭკუიდან. ჩემპიონის შეშინებაც დიდებული გოლი იყო და დამარცხებული გუნდისადმი ქომაგების განუზომელი მადლიერებაც სეზონის დიდი ბოლო გერმანული გოლი იყო. მაგრამ ქომაგებს გასატანი სამშობლოშიც ბევრი გქონდა და გოლების წვიმამაც დედაქალაქის ქუჩებში გადმოინაცვლა. ჩვენთვის მეოთხედფინალამდე ვერ მიღწევის ტკივილი ყველაზე დიადი და სევდიანი გოლი იყო. და იმის გააზრება, რომ კიდევ ბევრს გავიტანთ, გოლია, რომელსაც ჩვენსავით ვერავინ გაიტანს. მე არ ვიცი ეს რა იყო. ან ამდენ გოლს სად უმალავდით, მაგრამ ვიცი, რომ ამდენი წლის შემდეგ თითქოს თავიდან აღმოჩენილი საკუთარი დროშა და მისი ფრიალით მონიჭებული ჯერ არ ნახული განცდები აქ ვერ გაჩერდება. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ სათქმელი ძალიან ბევრი დაგვრჩა და ამიტომაც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ერთი რამ. შევხვდებით პლანეტის უდიდეს სცენაზე.